ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით რუსეთის მხარეს დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობამ 1,300,000-ს გადააჭარბა. მძიმე დანაკარგების ანაზღაურებისთვის რუსებმა ახალ ხერხებს მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მობილიზაციის რესურსი ჯერ კიდევ გააჩნია, ამ ეტაპზე მობილიზაცია პუტინისთვის პოლიტიკურად წამგებიანია. მას მუდამ ესაჭიროება წარუმატებლობის ახსნა და მიზეზი, რომ თითქოს რუსეთს ომი ჯერ არ დაუწყია და ფრონტზე წარუმატებლობა მხოლოდ დროებითი შეფერხებაა. საყოველთაო მობილიზაცია და ომის გამოცხადება ამ მიზეზს გააქრობს და რუსებს მწვავე რეალობის წინაშე დააყენებს. ომში წარუმატებელი ლიდერების ბედი კი რუსეთში ყველასთვის ნათელია. ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთში მიმდინარეობს ფარული მობილიზაცია, ანუ მთელი სამთავრობო რესურსი ჩართულია რეკრუტირებაში, ისე რომ ოფიციალური მობილიზაცია არ ცხადდება. მაგალითად 2026 წლის დასაწყისში რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა რექტორებს პირადად დაუსვა საკითხი სტუდენტების უნივერსიტეტებიდან რეკრუტირების შესახებ. რუსეთის რეგიონებში უნივერსიტეტებისა და ტექნიკუმის ადმინისტრაციები სტუდენტებს უკვე აქტიურად სთავაზობენ აკადემიური შვებულების აღებას და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას. მათ იზიდავენ დამატებითი ფინანსური ანაზღაურებით, მაგრამ სადაც ეს არ ჭრის, მათ აშინებენ გადაბარებებში ჩაჭრით და უნივერსიტეტიდან გარიცხვით. მეტი სიმსუბუქისთვის სტუდენტებს ძირითადად უპილოტო სისტემების ჯარებში ჩაწერას პირდებიან. რუსული მედია ვაჟნია ისტორიის ცნობით რუსეთი 2026 წლის ბოლომდე უპილოტო სისტემების ახალ სამხედრო შტოში დაახლოებით 80,000 ადამიანის აყვანას გეგმავს, რომლის დიდი ნაწილი ზუსტად სტუდენტებმა უნდა შეავსო. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით მაისში დასტურდება სავარაუდოდ პირველი შემთხვევა, სადაც რუსი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ზუსტად ამ უპილოტო სისტემების ჯარებში ჩაეწერა, სახორცე შტურმში დაიღუპა. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ფრონტის ხაზზე ადამიანური რესურსის მწვავე სიმცირეა, რაც რუსებს უბიძგებს ტექნიკური და უპილოტო ძალები სახორცე შტურმებში გადაამისამართონ. ეს კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის პრიორიტეტად სახმელეთო ოპერაციები რჩება, სადაც მძიმე დანაკარგებს უკვე არასაბრძოლო ქვედანაყოფებიდანაც ავსებენ. ეს იყო როგორ და რატომ სამ წუთში. მეტი ასეთი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები.